მოგესალმებით მესტიიდან 2026 წლის 25 მაისია, მაგრამ 1 საათიც არ არის შესრულებული, რაც რადგან 25 მაისი. ანუ ესე იგი აქედან გამომდინარე, მანამდე იყო 24 მაისი. რატო უყურსო მაგას ხალხს? 24 მაისს შესრულდა 4 წელი და 3 თვე, მას შემდეგ რაც პუტინის ბრძანებით რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. პირდაპირ ფართომასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ სანამ ამ საქმეზე დეტალურად და ასევე ამ საკითხზე დეტალურად და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადავიდოდე, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ჩემი აქტიურობა საინტერესოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ აქ ამ პლატფორმაზე ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა, ვისაც საინტერესოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ ანუ დააფოლოოთ აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ თქვენც მეტი წვდომა გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე და უფრო მეტ ადამიანს გქონდეთ წვდომა ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. როგორც მოგიხსენებათ, მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები, როგორც ფრონტის ხაზზე, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია გასული, როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე ინტენსიურად იბომბება როგორც უკრაინის ტერიტორია, ასე რუსეთის ტერიტორია. მოგიხსენებათ, რომ რამოდენიმე დღის წინ უკრაინის მხრიდან მაგალითად ძლიერი შეტევები იქნა მიყენებული რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამხედრო თუ ისეთ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც რუსეთს ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებაში. ეს იქნება ნავთობი გადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობი საწავები და ასე შემდეგ. ტუაპსეში, ქალაქ ტუაპსეში, იაროსლავლში, პერმში, ასევე ძლიერი შეტევები რამოდენიმე დღის წინამდელი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე და ასევე მოსკოვის ოლქზე. ასევე სერიოზული შეტევები, ძალიან ძლიერი შეტევები მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე. მაგალითად დღეს, ანუ უბრალოდ გასულ დღეს 24 მაისს იქნა მიტანი ძლიერი შეტევები, როგორც დრონების, ასე რაკეტების, მათ შორის ზებგერითი ცირკონებისა და ბალისტიკური, როგორც მინიმუმ 1 არეშნიკის გამოყენებით, რომლის გამოყენების კადრებიც მედიაში ვრცელდება. და ეს არის ძალიან სისხლისღვრელი ომი. დასავლური ექსპერტები ლაპარაკობენ, რომ ანუ აცხადებენ, რომ დადასტურებული არის 200,000-ზე მეტი ადამიანის არისო დაღუპული რუსეთის მხრიდანო. ანუ აქ ლაპარაკია სახელებითა გვარებით დადასტურებულ ადამიანებზე, ხოლო მთლიანობაში ალბათ დაღუპულთა რაოდენობა რუსეთის მხრიდან ალბათ დაახლოებით 300,000 ადამიანის ფარგლებში იქნება ალბათ. ხოლო უკრაინის მხრიდან დაღუპული ზემოხსენებული ომის შედეგად დაღუპულების რაოდენობა დაუყუდა შორის პროცენტულად გაცილებით უფრო მეტია მშვიდობიანი მოქალაქეები ვიდრე რუსეთის მხრიდან. რატომ? იმიტომ რომ რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს ძალიან ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბები. და მთლიანობაში ალბათ ორივე მხრიდან დაღუპული იქნება ამ ომში, ზემოხსენებულ ომში ალბათ დაახლოებით 500-600,000 ადამიანი, რაც არის ძალიან დიდი ციფრი და რაც არის ძალიან დიდი ტრაგედია მსოფლიოსათვის. და ასევე ძალიან დიდი ტრაგედია ის, რომ ძალიან დიდი რაოდენობით დაჭრილები კიდევ უფრო დიდი მეტი რაოდენობით ვიდრე დაღუპულები და ზუსტი ციფრის თქმა აქაც ძალიან ძნელია და სავარაუდოდ ალბათ 700,000-დან მილიონამდე იქნება დაღუპული. და ეს ომი გრძელდება, არანაირი ჯერჯერობით კონკრეტული ნიშანწყალი ომის დამთავრების არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის მოკლე დროში დაამთავრებდა აღნიშნულ ომს და ის ლაპარაკობდა ასევე მისი ინაგურაციამდე, ანუ გასული წლის 20 იანვრამდე ომის დამთავრებას და ის ამბობდა, რომ მსოფლიო ამ ომის უკრაინასა და რუსეთის შორის არსებული ომის გამო მსოფლიო დგას ბირთვული ომის საფრთხის წინაშეო და მხოლოდ მე თუ მე ამირჩევთ პრეზიდენტად, მხოლოდ მე შემიძლია პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მსოფლიოს ბირთვული ომის საფრთხიდან გადარჩენაო. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მას არანაირი კონკრეტული გეგმა ამ აღნიშნული ომის დამთავრების არ გააჩნდა, ხოლო ჩემი აზრით მას არანაირი გეგმა აღნიშნული ომის დამთავრების არ გააჩნდა და ასევე ჩემი აზრით მას არანაირი გეგმა არ გააჩნდა გარდა უკრაინის კაპიტულაციისა. რადგანაც რატო ამბობ ჩემი აზრით უკრაინის კაპიტულაციის გეგმას, იმიტომ რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდი იყო, როდესაც მან უკრაინას შესთავაზა ეგრეთ წოდებული 28 პუნქტიანი შეთანხმება და ახდენდა ზეწოლას უკრაინის ხელისუფლებაზე დათანხმებოდნენ, აღნიშნული გეგმა ფაქტიურად წარმოადგენდა უკრაინის კაპიტულაციის გეგმას. მაგრამ ეს ვერ განხორციელდა, იმიტომ რომ მას წინააღმდეგ როგორც უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა, ასევე უკრაინის ხელისუფლება, ზოგადად დემოკრატიული სამყარო და მათ შორის მას შეხვდა დიდი წინააღმდეგობა თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათ შორის რესპუბლიკურ პარტიაში, რომელსაც წარმოადგენს თვითონ დონალდ ტრამპი და მათ შორის რესპუბლიკელი სენატორების განცხადება აღნიშნული გეგმის წინააღმდეგ, მათ შორის მინდა ხაზი გაუსვა სენატში ერთ-ერთი
სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მიჩ მაკონელის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პუტინის აგრესიის წახალისება ეს იქნებოდა კატასტროფა ამერიკისთვისო, დააკვირდით ამერიკისთვისო. ამ ხელმისაწვდომას მიანიჭა და ანიჭებენ რატომ? იმიტომ რომ დემოკრატიულმა სამყარომ და რა თქმა უნდა მათ შორის ამერიკაში ამერიკის მართლმა გუნდმა და ზოგადად ამერიკის ზოგადად არამხოლოდ მართლმა გუნდმა იციან რომ თუ კი უკრაინაში გამარჯვებას დაუთმობენ პუტინს, იციან რომ ეს ნიშნავს თითქმის საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენას. რატომ? იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში პუტინი არ და ვერ გაჩერდება, ასეთ შემთხვევაში დიდი საფრთხე დაემუქრება სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და განსაკუთრებით მოლდოვეთსა და საქართველოს. ახლა ამ ყველაფრის და კიდე სხვადასხვა ფაქტორების გამო სერიოზულად არის, რა თქმა უნდა, ამ ომის შედეგად სერიოზულად არის შერყეული პუტინის პოზიციები, რადგან ვერც უკრაინაში იმარჯვებს და ამასობაში კარგავს პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად ფინეთის ნატოში შესვლას ის ვერ შეეწინააღმდეგა, მაგალითად ვენესუელაში მადუროს მის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაცია მისი მოკავშირე იყო, ასევე ირანში რაც ხდება და თვითონ ვერანაირ ღირებულ დახმარებას ვერ ახერხებს იქ ირანის რეჟიმის სადმი. ახლა მე რომ ამბობ ირანის რეჟიმს, მინდა ვთქვა, რომ როგორც რუსეთის ხელისუფლება, ასევე ბელორუსიის, ასევე კუბის, ნიკარაგუის, ვენესუელაში მადუროს ხელისუფლება, მაშინდელი და ირანის დღევანდელი რეჟიმი ოფიციალურად დემოკრატიის ინდექსის ქვეყნებში გამოცხადებული არიან ავტორიტარულ რეჟიმებად. და აქედან გამომდინარე ის ვერ ახერხებს მათ დახმარებას და ამასობაში პოზიციებს კარგავს. ასევე ამ ყველაფრიდან გამომდინარე სერიოზულად არის დაკლებული შემცირებული თვითონ ტრამპის რეიტინგიც. როგორც თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასე ზოგადად მსოფლიოში. ამას ადასტურებს შარშან ნოემბერში ამერიკაში ჩატარებული გუბერნატორების, მერებისა და სხვადასხვა ტიპის არჩევნები, სხვადასხვა სახის არჩევნები, სადაც რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელსაც წარმოადგენს ტრამპი, სერიოზული მარცხი განიცადა დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში, ხოლო მსოფლიო მასშტაბით ტრამპის რეიტინგი სერიოზულად არის შემცირებული. ამას ადასტურებს ის, რომ უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე მან პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა ვიქტორ ორბანსა და მის პარტიას, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ორბანი და მისი პარტია გამანადგურებელი მარცხით დამარცხდა. ახლა როგორი სიტუაცია არის სოფლიოში? ახლა მე მინდა აი ამაზე გავაკეთო განმარტება. ზოგადად აი უყურეთ ამ წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილია კონგრესის არჩევნები, სადაც უნდა იქნეს არჩეული კონგრესი, მოგეხსენებათ, ეს ამერიკის პარლამენტია, ამერიკის შეერთებული შტატების, უნდა იქნეს არჩეული წარმოადგენელთა პალატა, ანუ ქვედა პალატა მთლიანად და დაახლოებით მე-13-ის უნდა განახლდეს ზედა პალატა, ანუ სენატი. ახლა იმისათვის, რომ ტრამპმა წარმატებას მოიპოვოს ამ არჩევნებში, ან როგორც მინიმუმ ორივე პალატაში რო არ დამარცხდეს რესპუბლიკური პარტია, ამისათვის ტრამპს სჭირდება, ამისათვის შეხედეთ სოფლიოში ხარ ვითარება. ტრამპმა ან უნდა აწყენინოს პუტინს და მიაყენოს დიდი დარტყმები პუტინის მოკავშირეებს, მათ შორის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დამთავრდება ირანში მიმდინარე მოვლენები, მიაღწევს თუ არა ეს წარმატებას, თუ ვერ მიაღწევს ეს ტრამპის რეიტინგს დაწევს, რაც ცუდი იქნება პუტინისა და მისი მოკავშირეებისათვის და ცუდი იქნება პუტინის გულშემატკივრებისათვის საქართველოში, ხოლო თუ მიაღწევს წარმატებას, რადგან მისი მოკავშირე რეჟიმის ასე ვთქვათ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას თუ შეძლებს, ეს პუტინზე დარტყმა იქნება. თუ ვერ შეძლებს, მაშინ ტრამპის რეიტინგი დაბლა დაიწევს და მაღლა იწევს დემოკრატიული პარტიის რეიტინგი, რაც ასევე დიდი დარტყმა იქნება პუტინზე, მის მოკავშირეებს და მის გულშემატკივრებზე საქართველოში. ახლა შეხედეთ, თუ მაგალითად ირანში ვერ შეძლებს წარმატებას, მაშინ მაგალითად კუბის რეჟიმისა და ნიკარაგუის რეჟიმის წინააღმდეგ თუ შეძლებს, მაგალითად სიტყვაზე როგორც ვენესუელაში ჩაატარა მადუროს წინააღმდეგ ასეთი ოპერაციის ჩატარებას, მაშინ ეს იქნება ტრამპის ნაწილობრივი რეიტინგის აწევა, მაგრამ სამაგიეროდ ეს ცუდი იქნება პუტინისათვის, რადგან ეს ზემოხსენებული რეჟიმების მისი ძალიან ახლო მოკავშირე რეჟიმებია. ხოლო თუ ამასაც ვერ ჩაატარებს, მაშინ კიდევ უფრო დაიკრებს პუტინის ტრამპის რეიტინგი და კიდევ უფრო მაღლა იწევს ამერიკაში დემოკრატიული პარტიის რეიტინგი, რაც ასევე ცუდი იქნება პუტინისათვის, რადგან დემოკრატიული პარტიის წარმატება მით უმეტეს თუ ისინი შეძლებენ კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობის მოპოვებას, ასე შემთხვევაში უკვე ძალიან დიდი ალბათობით ამერიკის მხრიდან აღდგება უკრაინის დახმარების პროგრამა, ანუ დიდი დახმარების პროგრამა, არა მხოლოდ კოსმოსური დამიზნების, არამედ დიდი დახმარება, რაც რა თქმა უნდა დიდი დარტყმა იქნება პუტინისათვის და დიდი დარტყმა იქნება პუტინის მოკავშირეებისათვის ზოგადად სოფლიოში და დიდი დარტყმა იქნება პუტინის გულშემატკივრებისათვის
საქართველოში. საქართველოს ეს მოვლენები არის ძალიან ორივე ვარიანტი ცუდია პუტინისა და მისი მოკავშირეებისათვის, ხოლო საქართველოს ისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაც უფრო დასუსტდება პუტინი, მით უმეტი ალბათობა იქნება საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და აქედან გარდა ამისა, რაც უფრო დასუსტდება პუტინი, მით უფრო ნაკლები ალბათობა იქნება იმისი, რომ საქართველოში ვინმე შეძლოს ავტორიტარული რეჟიმის დამყარება. კარგად, დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდი.